ჯანდაცვის სტანდარტი გრძელდება BMG TV-ზე და გიბრუნდებით დაპირებული თემით უკვე სტუმართან ერთად. საუბრობთ სამედიცინო განათლების ერთ-ერთ მიმართულებაზე, რომელიც თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანია. ეს არის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და მის გარშემო არსებული სწავლების სტანდარტები. ჯანდაცვის სტანდარტის მაყურებლებს გაგაცნობთ ულტრასაუნდ აკადემი ჯორჯიას საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც ფოკუსირებული არის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სწავლებაზე, სადაც კომბინირებული არის თეორიული კურსები, სიმულაციური წვრთნები და ასევე რეალური კლინიკური გამოცდილება. აკადემიის შესახებ დეტალებს და გეგმებს გაგვიზიარებს ჯანდაცვის სტანდარტის დღევანდელი სტუმარი ფიქრია რეხვიაშვილი, კლინიკა ჰოლომედისა და ასევე პლატფორმა ულტრასაუნდ აკადემიის დამფუძნებელი. მოგესალმებით, გალბატონო ფიქრია. მადლობა, რომ ხართ დღეს ჯანდაცვის სტანდარტის სტუმარი. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ფიქრია, პირველ რიგში ჩვენ მაყურებლებს მიუხედავად იმისა, რომ ვანახეთ სიუჟეტი ზოგადად ულტრასაუნდ აკადემიის სივრცეზე, თუ რა შესაძლებლობას იძლევა ეს სივრცე, თქვენი გუნდის შესახებ მეტი მოვუყვეთ, გავაცნოთ ეს ადამიანები და მისია და მიზანი ულტრასაუნდ აკადემიის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები სულიად საქართველოს. ფიქრია რეხვიაშვილი გახლავთ ექიმი რადიოლოგი, ულტრაბგერის სპეციალისტი და მედიცინის დოქტორი. იგი ასევე არის ევროპის რადიოლოგიის საზოგადოების წევრი და ულტრასაუნდ აკადემიის ასოციაციის თავმჯდომარე. ფიქრია რეხვიაშვილს აქვს 27 წლიანი პროფესიული გამოცდილება ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში. კარიერის განმავლობაში მან გაიარა მრავალრიცხოვანი კვალიფიკაციის ამაღლების კურსები წამყვან საერთაშორისო სამედიცინო ცენტრებში, მათ შორის ისრაელის კლინიკებში ასუტა და ტელ-ჰაშომერი, გრაცის უნივერსიტეტის კლინიკაში და იედიტეპეს უნივერსიტეტის კლინიკაში. 2021 წელს ფიქრია რეხვიაშვილმა საქართველოში პირველად ჩაატარა კონფერენცია ელასტოგრაფიის ახალი შესაძლებლობების შესახებ ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში. იმავე წელს დააარსა ულტრასაუნდ აკადემია და შექმნა ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რითაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ულტრაბგერის სისტემურ ონლაინ განათლებას. ულტრასაუნდ აკადემია გახლავთ პირველად საქართველოში ულტრაბგერის სპეციალისტების პროფესიული განვითარების ცენტრი, რომელიც მოიცავს როგორც ასევე პრაქტიკოს ექიმებს, ტრენერებს, მოწვეულ საერთაშორისო სპეციალისტებს და გარდა ამისა ასევე მრავალპროფილური ექიმების დარგის მხრივაც ჩვენ გვაქვს ასევე ტრენინგები და განათლების სფერო. გარდა ამისა ჩვენი გუნდი არის ასევე როგორც ქართველი რადიოლოგებისა და ასევე საერთაშორისო უცხოეთიდან მოწვეული სპიკერებით ასე ვთქვათ, დაკომპლექტებული და ჩვენ გარდა ამისა ვცდილობთ, რომ მასტერკლასებით და ტრენინგებით განვავრცელოთ და განავითაროთ სულიად ულტრაბგერის, ასე ვთქვათ, სფერო საქართველოში. ულტრასაუნდ აკადემია ასევე უზრუნველყოფს ყველა რადიოლოგიის საზღვარგარეთ გაშვებას, რომ ჩვენ ყველანაირად პროფესიონალურად შევუდგეთ და განავითაროთ და კვალიფიკაცია აუმაღლოთ ჩვენ ქართველ ექიმებს. და ასევე გვყავს საერთაშორისო დონის მოწვეული სპიკერები, ესენი არიან ისრაელიდან, თურქეთიდან, ასევე გერმანიიდან, ამერიკიდან, ემორის უნივერსიტეტიდან. ვცდილობთ, რომ ყოველ თვე ჩვენი რადიოლოგები, ულტრაბგერის სპეციალისტები და არა მარტო ჩვენი რადიოლოგები, ყველა პროფესიის დარგის ექიმები, რომ განვითარდეთ და გქონდეს ეს ტრენინგები, მასტერკლასები, ასევე ონლაინ ჩართვითაც და ისედაც პრაქტიკული შეხვედრითაც თეორიულადაც. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მოგესალმებათ ნებისმიერი თანამედროვე ფორმა უწყვეტი სამედიცინო განათლების და პროფესიული დაოსტატების ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის და შესაბამისი კადრის მომზადებისთვის და კარგია რომ ეს ინიციატივა აიღეთ. ანუ როგორც გავიგეთ, ესე იგი თქვენ არა მხოლოდ თქვენს ადგილობრივ გუნდს, ასევე იწვევთ ყველა ცნობილ სპეციალისტს, ვინც ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში საქართველოში მუშაობს და მათ აძლევთ საშუალებას, რომ იქ შესაბამისი მასტერკლასები ჩაატარონ. ახლა თუ შეიძლება ძალიან მოკლედ გითხარით, რომ ამ ტიპის გადამზადება მოგესალმებათ მიმდინარეობს მრავალ კლინიკაში ასევე ვინც თქვათ რადიოლოგიის რეზიდენტურას ატარებს, ხო? პასუხისგებელია. თქვენი პლატფორმა რითი განსხვავდება, თქვათ, სხვა პლატფორმებისგან, რომელიც დღეს საქართველოში არის და
რატომ უნდა მოვიდეს თქვენთან ადამიანი, თქვათ სასწავლებლად, როცა არის მსგავსი ასევე პლატფორმები. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ყველა ჩვენი ტრენინგი, რაც გვაქვს ულტრასაუნდ აკადემიაში, აღიარებულია და აკრედიტირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ეს არის უწყვეტი პროფესიული განვითარების UPG ქულებიც გვაქვს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამითაც უზრუნველყოფთ ჩვენ ექიმებს, რომ როდესაც მოდიან ჩვენთან, ის ტრენინგს, რასაც გაივლიან, რასაც სიახლეს იგებენ, აუცილებლად იყოს ეს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული. გარდა ამისა, ცალ-ცალკე არის? კი, ცალ-ცალკე თითოეული პროგრამა, თითოეული ტრენინგი, თითოეული ასე ვთქვათ, ახალი სიახლით, იმ გინეკოლოგიას ეხება ეს, ნევროლოგიას, ყველა დარგს ჩვენი ულტრაბგერის რა თქმა უნდა კოლაბორაციით. ეხლა რატომ უნდა მოვიდეს ჩვენთან ასე ვთქვათ და რა რით განსხვავდებით ჩვენ? ჩვენმა ულტრასაუნდ აკადემიამ შეძლო ის, რომ იაპონიიდან ჩამოიტანა ულტრაბგერის მულაჟები. ეს არის იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი ცნობილი ბრენდი, ეს გახლავთ კიოტო კაკაგუს მსოფლიოს წამყვანი ბრენდი, რომელიც მულაჟურ და სიმულაციურ აპარატებზე მუშაობს. ულტრასაუნდ აკადემიამ ჩამოიტანა ყველა ის სიმულაციური ულტრაბგერის აპარატი, სადაც ჩაშენებულია როგორც პათოლოგიური, ასევე ჯანსაღი ქსოვილის ინოვაცია, ოპცია და ამით უკვე ჩვენთან მოსული, თუნდაც დამწყები, რეზიდენტი, ასე ვთქვათ, პრაქტიკოსი ექიმიც კი, რომელსაც შეუძლია გარდა იმისა, რომ ნახოს ის ჯანსაღი და გაიმეოროს, ასევე აქვს ის პათოლოგიური დაავადებები ჩატვირთული, რომელსაც შეიძლება რომ წლები გავიდეს და ექიმმა ის პათოლოგია ვერ ნახოს და ამიტომ, რა ვიცი, ვცდილობთ ჩვენ რომ ყველანაირად ახალი მულაჟური სისტემაც გაქვს სწავლებისთვის და ტრენინგისთვის. კი, ყველა ტრენინგზე ჩვენ გვაქვს ეს აპარატები საერთოდ წარმოდგენილი და ამაზე გარდა იმისა, რომ გვყავს ასევე ცოცხალი პაციენტიც, გვაქვს ასევე მულაჟიც, სადაც შეუძლია პრაქტიკოსაც და ტრენერსაც გაიაროს, ასე ვთქვათ, ამ. მადლობა. ფიქრია, თქვენ ახსენეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტირებული არის ეს სწავლება, ხო? ზოგადად აი რა ფორმით და რა დოზით არის ჩართული სახელმწიფო და ჯანდაცვის სისტემა აი ამგვარი პლატფორმების რეგულირებაში? რეგულირების მხრივ ძალიან გვეხმარება, ასე ვთქვათ, ახლა ჯანდაცვის სამინისტრო, რომ ამით ინფორმაციას ვაწვდით ჩვენ ექიმებს, რომ გარდა იმისა, რომ კვალიფიკაცია გაიარონ და დახელონდნენ და ბევრი სიახლე გაიგონ, ჯანდაცვის სამინისტრო გვიწყობს ხოლმე იმით, რომ ბევრი სიახლე განავითაროთ და ამით რომ შეგვაქვს ახლა ტრენინგებზე, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, რომ აი ჩვენ ჩავატარებთ ამ ტრენინგს, მოგვეცით ამისი აკრედიტაცია, რომ მეტად დავნერგოთ ეს სიახლეები, ამით უკვე თავისი იმით რომ რეგულაციებით, სტანდარტებით სამედიცინო, ასე ვთქვათ, ჯანდაცვის სისტემაში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ჩავეტიოთ და იმის ფარგლებში მივაწოდოთ ექიმებს, რა თქმა უნდა, განათლება. მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე ევროპის აკრედიტაციაც, ეს ბატონმა ამირან მაინც ის ECME-ს აკრედიტაცია, რომელიც 2 წლის წინ მოიპოვა ულტრასაუნდ აკადემიამ და ჩვენ წინასწარ ვაკეთებთ ამის განაცხადსაც, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროში შეგვაქვს მე ეს ECME-ს აკრედიტაცია და ვაწვდით ამის ინფორმაციას, რომ ჩვენ ეს ევროპისაც ავიღეთ და ამით, ასე ვთქვათ, მივიწევით წინ. რა გეგმები გაქვთ აი მომავლისთვის განვითარების? ეს ძალიან კარგია, ესე იგი გარკვეულად კონცენტრაცია ხდება, როგორც მე მივხვდი თქვენთან ამ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სწავლებისა და ტრეინინგების ციკლების და რა გეგმები გაქვთ მომავლის განვითარების? მოგეხსენებათ, დღეს მედიცინა და განსაკუთრებით ეს დიგიტალური მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება და რა გაქვთ გეგმებში რამ? პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ 1-დან 9 ნოემბრის ჩათვლით ულტრასაუნდ აკადემია ატარებს ულტრა 2025 წლის კვირეულს, სადაც მოწვეული ყავს ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან ყველა სპიკერი, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასს, ასე ვყავს ჩვენი ქართველი რადიოლოგებიც აქ ჩართული, რომ ყველამ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, პრაქტიკა, სამეცნიერო ნამუშევრები, ის кейსები, რომლებიც მთელი წლების განმავლობაში დაგვიგროვდა და გავაცნოთ ჩვენს ექიმებს, ვატარებთ ამ კვირეულს 1-დან 9 ნოემბრის ჩათვლით. პირველად არის ეს თუ ჩაატარეთ? არა, პირველად ხდება ეს საქართველოში, 1-დან 9 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება და მოგიწევთ და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მასშტაბური არის მოთხოვნილება უკვე რეგისტრაციაზე. ძალიან ბევრი დარეგისტრირდა და ძალიან უნდათ რომ მთლიანად კვირეულზე მიიღონ მონაწილეობა და ასევე გვეხმაურებიან საზღვარგარეთიდანაც, იმიტომ რომ ძალიან
ძალიან მინდა რომ განვითარდეს ჩვენთან ულტრაბგერის ჰაბი რეგიონალური, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩამოდიან ჩემთან როგორც აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან რომ განვითარდნენ, მეტი სიახლე ერთმანეთს გაუზიაროთ, ჩვენი გამოცდილება, მათი გამოცდილება და ამით რაღაც წავიწიოთ წინ და ეს რეგიონალური ჰაბი ულტრაბგერის, რა ვიცი, ძალიან გვინდა რომ ულტრასაუნდ აკადემია მე ჩამოაყალიბოს და განვითარდეს ამ მხრივ. პირველიდან 9 ნოემბრის ჩათვლით ვიქნები ყველა დღეს სხვადასხვა თემას დაეთმობა, ყოველ დღეს სხვადასხვა სპიკერი იქნება, მოწვეული თუ ადგილობრივი და ამ შემთხვევაში ერთია რომ რეგისტრაცია გახსნილია, თუმცა ივის შეუძლია მონაწილეობის მიღება და რა სარეგისტრაციოდ რა უნდა გააკეთონ ამისთვის ადამიანს. აი ესე იგი პირველიდან 9 ნოემბრის ჩათვლით გარდა ულტრაბგერის სპეციალისტებისა, ყველა სპეციალისტს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, რადგან ჩვენ ასევე ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანეთ განაცხადი რომ მოგვეპოვებია აკრედიტაცია და ყველა ექიმს გაევლოთ თუნდაც ის UPG ქულებით და ყოფილიყო უზრუნველყოფილი რომ დასწრებოდა ჩვენს იმას ტრენინგებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ულტრაბგერის სპეციალისტისთვის, როდესაც სხვა სპეციალისტი შენს პროტოკოლს ნახულობს, შენს დაწერილ დიაგნოზს და გაეცნოს, გაიაზროს, ანუ მეტი დიაგნოზი და მეტი, ასე ვთქვათ, ერთობლივი თანამშრომლობით გამოვიტანოთ პაციენტისთვის დასკვნა. და მე ძალიან მოხარული ვიქნები, რომ ყველა სპეციალისტი დაესწროს, იმიტომ რომ ამისი რესურსი გვაქვს, ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა, ყოველ დღეს ჩატარდება, იქნება ყველა თემაზე აბსოლუტურად. ეს შეეხება გარდა ულტრაბგერისა, ასევე ქირურგებს, ნეიროქირურგებს, ონკოლოგებს, ალერგოლოგებს, ყველა აბსოლუტურად ყველა სპეციალისტი და ასევე ვუთმობთ კიდე ცალკეულად პაციენტისა და ექიმს შორის ურთიერთობის მენეჯმენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ყველა ჩავერთო თამაში და ეს არა მარტო ჩვენი კვირეული იყოს ულტრაბგერის სპეციალისტების, იყოს აბსოლუტურად ყველა პროფესიული დარგის ექიმებისთვის და რა ვიცი და ჩვენ გამოვაცხადეთ კიდეც რომ ღია ვართ ყველა იმ ექიმისთვის, ვისაც აქვს თავისი ასე ვთქვათ кейსი, ნაშრომი, სამეცნიერო კვლევა რომ მოგვიტანოს და ჩვენ ეს ყველაფერი გავაცნოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ეს რაც ეხება უახლოეს გეგმებს ულტრასაუნდ აკადემიის გუნდისა, თუმცა იმ სიახლეების შესახებ რაც გვეტყვით, რაც დაგეგმილი გაქვთ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ან 2026 წლისთვის უკვე რაც შესაძლოა რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებლებს. როგორც მოგახსენეთ, ჩემი დიდი სურვილია რომ რეგიონალური ჰაბი ჩამოყალიბდეს ულტრაბგერის მიმართულებით საქართველოში და ამასთან დაკავშირებით მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი და ასევე მოლაპარაკებები საერთაშორისო დონის წამყვან სპეციალისტებთან რომ შევძლო რომ ჩამოვიდნენ ისინი ჩვენს წამყვან პროფესიონალებს, რადიოლოგებს, ექიმებს რაიონებში გავიდეთ, გავაცნოთ ასევე ჩვენი ასე ვთქვათ გამოცდილება, პრაქტიკა და ყველანაირად ანუ ვიყოთ ის საერთაშორისო დონის ულტრაბგერის ცენტრი, სადაც შეიძლება რომ ნებისმიერ ექიმს, რადიოლოგს, ასევე უცხოელს რომ ჩამოვიდეს და ისწავლოს ჩვენთან რატომ. არ გიფიქრიათ აი ახლა ახსენეთ რეგიონები და რაიონები და პირველად ჯანდაცვის სექტორში ულტრაბგერის გამოყენება დღეს ძალიან მიღებულია უკვე წარმატებულ ამ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მიკროგადამწყვეტებით ექიმები სინჯავენ, თქვათ, აკეთებენ გამოკვლევას, ულტრაბგერულ გამოკვლევას, სპეციალური აპლიკაციებია ტელეფონზე, რომლითაც შეუძლიათ ადგილზე, რა თქმა უნდა, არა იმ ხარისხის, რასაც თქვათ სტაციონარში შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ პირველადი გამოკვლევისთვის და ორიენტაციისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს პირველად ჯანდაცვაში და განსაკუთრებით რეგიონებში და განსაკუთრებით სოფლის ექიმებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. და შემდგომ თქვათ ერთიანი ქსელი ამისი რომელიც კი, ჩვენ ძალიან გვინდა რომ იმ კომპანიებს, რომლებიც დღეს საქართველოში არიან, ანუ ინოვაციებზე ვსაუბრობთ. კი, რომელიც არის ასე ვთქვათ, ხელის გადამწოდი, რომელიც აბსოლუტურად უერთდება ლეპტოპს, აიპედებს და ჩვენ გვინდა რომ გადაუდებელი მედიცინის ხრივაც, ანუ ასე ვთქვათ, რადიოლოგიის წამყვანი კუთხით, ყველასთან სათითაოდ რეგიონებში ჩავიდეთ, თუნდაც ულტრაბგერის სპეციალისტებთან, თუნდაც ყველა ის პაციენტიც გავსინჯოთ და რა თქმა უნდა ჩვენს კოლეგებსაც გავუზიაროთ ჩვენი ასე ვთქვათ გამოცდილება და ასევე დავნერგოთ თუნდაც ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც რა თქმა უნდა ხა დღეს ასე ვთქვათ ცოტა ექიმებისთვის და სპეციალისტებისთვის არ არის ის ზუსტი დიაგნოზი, მაგრამ ერთობლივად და კოლაბორაციით მე ვფიქრობ, რომ ძალიან წინ წავიწევით ამ სფეროში. წარმატებებს გისურვებთ ულტრასაუნდ აკადემიის გუნდს და გელით ჯანდაცვის სტანდარტში სიახლეებით და უკვე შევუჯამოთ ის კვირეულიც ულტრა 2025-ის, რომელიც დაგეგმილი არის ნოემბრის პირველ კვირაში. მადლობა.
მადლობა და წარმატებები. მადლობა. ფიქრე რეხვიაშვილი, კლინიკა ჰოლომედის და პლატფორმა ულტრასაუნდ აკადემიის დამფუძნებელი სტუმრობდა დღეს ჯანდაცვის სტანდარტს.